დათო ტურაშვილი, ტყეების მეფე. ლეგენდები დავით აღმაშენებელზე. კითხულობს დავით ველიჯანაშვილი. სანამ ფილმს გადაიღებენ, ჩვენი სურვილია მკითხველს საზოგადოებას გავაცნოთ იმ კინოსცენარის ლიტერატურული ტექსტი, რომლის მიხედვითაც ალბათ ოდესმე შეიქმნება კიდეც მხატვრული ფილმი დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. დასაწყისშივე სიტყვა ალბათ იმიტომ ვიხმარეთ, რომ ამ ფილმის იდეის ავტორი, პროდიუსერი ლევან კორინთელი უკვე გარდაიცვალა და მისი შემცვლელის ვინაობაც კი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ამიტომაც ჯერ არ დანიშნული კინოგადაღებების დაწყებამდე სცენარის ავტორებს გვსურს წიგნის სახით შევთავაზოთ ეს ტექსტი მომავალი ფილმის მომავალ მაყურებელს. თუმცა ჩვენი ეს გადაწყვეტილება უპირველესად განაპირობა ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დაინტერესებამ ამ იდეით და სანამ ეს პროექტი განხორციელდება, მომავალი ფილმის რეჟისორს გვსურს დასაწყისშივე შევახსენოთ მითი, რომელიც იბერიელი ქართველების უძველეს ღვთაებას უკავშირდება და ეს ლეგენდა დღემდე არსებობს საქართველოს მთის მოსახლეობაში. ეპოქალური თვალსაზრისით მითი ღვთაება ნანას შესახებ დაკავშირებულია პოსტ-ატლანტიდური იბერიული ცივილიზაციის წარმოშობის ხანასთან, როცა იბერიული მოდგმის ხალხები დაიფანტნენ სხვადასხვა მიწაზე და მათი შეკრება მოხდა სწორედ დავით მეფის დროს, მითოლოგიური წინასწარმეტყველების თანახმად, საერთო მტრის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის წინ. რაც შეეხება ლეგენდის შინაარსს, იბერიული მოდგმის ხალხებისთვის იგი ოდითგანვე ცნობილია. ქალღმერთ ნანას მოჰყავს 11 მგლის ლეკვი და ადამიანებს უტოვებს აღსაზრდელად. მგლის ლეკვები სხვადასხვა იბერიულ ქვეყანაში გაიფანტებიან იმ დრომდე, სანამ მათ არ ეუწყებათ შეკრების ჟამი გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ეს გადამწყვეტი ბრძოლა კი არის დიდგორის ომი, სადაც ქართველებთან ერთად სხვა იბერიელებიც შეიკრიბნენ დავითის მთავარსარდლობით. ამიტომაც ფილმის დასაწყისშივე ევრაზიის რუკაზე ფოკუსირდება საქართველო, რაც საშუალებას აძლევს მაყურებელს ვიზუალურად და წარმოსახვით ზუსტად მიაგნოს იმ ქვეყანას, რომლის შესახებაც ფილმი უნდა ნახოს. რუკაზე ასევე აღნიშნულია საქართველოს დედაქალაქი თბილისი და მის მახლობლად გადამწყვეტი ბრძოლის ადგილი და თარიღი. დიდგორი, თბილისის მისადგომები 1121 წლის 12 აგვისტო. ფილმის პირველივე კადრები მაყურებელში უნდა ბადებდეს იმის გარანტიას, რომ იგი ნახავს დრამატიზმით ახსავსე თავგადასავალსა და სიუჟეტს, სწორედ იმას, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს და ელოდება. ზემოთქმულის საფუძველი კი სწორედ პირველივე კადრებშია. ერთმანეთის პირისპირ დგანან საომრად გამზადებული ჯარები და ქართული ლაშქრის მეომრებს შორის სამარისებული სიჩუმეა. ხმაური და ყიჟინა, როგორც ეს მათთვის იყო დამახასიათებელი, მხოლოდ სელჩუკების მხრიდან ისმის. სელჩუკური არმიის მეომრებს აღმოსავლური სამოსი და ისლამური დროშები ვიზუალურადაც დიდად განასხვავებს ქართველი მებრძოლებისაგან, რომლებსაც სამოსსა და დროშებზე მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით ჯვრები და Sample complete. Ready to continue?